მეორე დღეა გერმანიის საელჩო და ხაზარაძეები დუმილს ინარჩუნებენ. კითხვები, რომლითაც მათ ქრონიკამ მიმართა თბილისში. აბლაშვილის ქუჩაზე 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს უკავშირდება, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრება. ანა ბერძენიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში, რომელიც თემის დეტალებს და შეფასებებს გაგვაცნობს. როგორც ირკვევა 2022 წელს გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების წინ მამუკა ხაზარაძემ ქონება საკუთარ მეუღლეს გაუფორმა. ამ დროისთვის ხაზარაძე უკვე იყო მსჯავრდებული თაღლითობისთვის და საკუთარი ნებით ჰქონდა დატოვებული პარლამენტის მანდატი. აქედან გამომდინარე პეტერ ფიჩერს კარგად უნდა სცოდნოდა, რომ სახლს თაღლითობისთვის მსჯავრდებული პოლიტიკოსისგან ქირაობდა. იყო თუ არა დადებული საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფო გუნდს კითხვები საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩი აქტიურად ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რომელიც ვენის კონვენციის მიხედვით არის აკრძალული, მისივე შეფასებით საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს. თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში, როდესაც ასეთ რამის კადრულობს ევროპელი ელჩი, რომ ის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს საკუთარ რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომლებიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას. ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ მაგალითად ბოლნიში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის აქტივობებში, ოპოზიციურ აქტივობებში პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც ღრმად არის სამწუხაროდ ფესკადული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს და მიკერძოებულობის, ასე ვთქვათ, კვალს ტოვებს. შეიძლება ამაზე პირდაპირ იურიდიული აკრძალვა არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკურ კონტექსტში ეს ზუსტად ესე გამოიყურება. მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ რამდენად, ასე ვთქვათ, სამართლებრივად არის ეს ურთიერთობა სწორად გაფორმებული და შესაბამისი გადასახადები იხდება თუ არა ამ ქონების ქირავნობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით ჯერ როგორც ხედავთ კონკრეტული პასუხი უკვე რამოდენიმე დღეა არ არის, თავს არიდებს როგორც გამქირავებელი, ასევე მქირავებელი. ეს უკვე რა თქმა უნდა უფრო კონკრეტულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერი არის თვითონ ეს ქირავნობის აქტიც. მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა. ესეთი გამოთქმა არსებობს, შენი არ იცოდი და სხვისი არ გესმოდასო. რამდენჯერმე უთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, იმიტომ არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად უცხოური ძალები. რა გადასახადებზეა საუბარი? ხაზარაძე თავის ხალხს თხოვდა $1.5 ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია ყველა სასამართლომ უთხრა, რომ აქეთ პირიქით $7 მილიონი აქეთ გადაუხადე შენ სახელმწიფოსო. ქრონიკის არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარეები, როგორც გერმანიის ელჩი, ასევე პარტია ლელო ჯერჯერობით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მადლობა, ქრონიკის პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა.